IT სექტორის შემოსავლები კვლავ ზრდის დინამიკას აჩვენებს. წლის პირველ ნახევარში სექტორის საგარეო შემოსავალი თითქმის 490 მილიონი დოლარია, რაც წლიურად 55%-იანი ზრდა. მაღალია სექტორის წილი მთლიანში და პროდუქტშიც, მზარდია დასაქმებულთა ანაზღაურებას, ამავდროულად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების EBRD-სა და ADB-ის ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული მოლოდინები ნაწილობრივ ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგში ძლიერ მაჩვენებლებს ეფუძნება. რით არის განპირობებული სექტორში ასეთი ზრდა და რა წინაპირობაა ზრდის შენარჩუნების თვალსაზრისით სტუმართან საქართველოს ICT ასოციაციის თავმჯდომარესთან თორნიკე სულაბერიძესთან ერთად ვისაუბრებთ. თორნიკე, მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. IT სექტორში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზრდის ტენდენციაა შემოსავლების ნაწილში. ჩვენ გასულ წელს გვქონდა სახეზე იყო შემოსავლების კლება. მინდა გკითხოთ, რას უკავშირდება ეს ძირითადად? არაერთხელ აღნიშნულა, რომ მიგრაციის ეფექტის მილევა არის სახეზე, ნამდვილად არის თუ არა ეს მთავარი და განმსაზღვრელი ფაქტორი და ასევე 2023 წლის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით წელს რა მოლოდინი გაქვთ უკვე წლიურ ჭრილში თუ დაფიქსირდება მატება სწორედ 2023-თან შედარებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისათვის. თქვენ სწორად აღნიშნეთ, წელს პირველ 6 თვის მონაცემებს თუ გადავხედავთ, უკვე ფიქსირდება 490 მილიონი დოლარამდე ექსპორტი IT სექტორში. ეს გარკვეულწილად საკმაოდ დიდი მაჩვენებელი არის და თუ ჩვენ შევხედავთ წინა წელს, ეს 55%-იანი ზრდას გულისხმობს. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2023 წელს, მაშინ როცა ჩვენ ეგრეთ წოდებულ რეკორდული ზრდა დაფიქსირდა სექტორში და 2023 წლის განმავლობაში 800 მილიონამდე დოლარი იყო, ჩვენ წელს ვარაუდობთ მინიმუმ იგივე შედეგს თუ არა უკეთეს და უფრო ზრდას. მოგეხსენებათ, რომ 6 თვეში უკვე 500 მილიონამდე არის. სავარაუდოდ შესაძლებელია, რომ თუ ეს ტრენდი გაგრძელდა, გადაასწროს და წლევანდელი წელი იყოს პიკური. ეს თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ერთგვარი კლება იყო 2024 წელს და ეს განპირობებული იყო იმითი, რომ მიგრაციით გამოწვეული ზრდა უკვე შენელდა და ასე ვთქვათ, ის ადამიანები, ვინც ვთქვათ, გადმოვიდნენ საქართველოში, ზოგიერთი მათგანი წავიდა, სექტორი გაჯერდა, ასე ვთქვათ, დასტაბილურდა და წელს რასაც ხედავთ, ეს უკვე ჩვენი როგორც ქვეყნის უკვე ამ პოტენციალზე დასშენება არის და ვიმედოვნებ, რომ როგორც წლევანდელი წელია იქნება რეკორდული, ასევე იქნება მომავალი წელიც და ის რეფორმები, ის კანონმდებლობები, რომლებიც ქვეყანამ გაატარა ამ წლების განმავლობაში, კიდევ უფრო დაიხვეწება და კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო კომპანიას მოვიზიდავთ ბაზარზე. კი ბატონო, და უფრო მეტად რომ ჩავიხედოთ, ზრდა ჟღერს ძალიან კარგად, მაგრამ საინტერესოა უშუალოდ რომელ მიმართულებებში ფიქსირდება ის ყველაზე მეტად და გარდა ამისა საინტერესოა როგორია გადანაწილება დედაქალაქი, რეგიონი და საერთაშორისო მიმართულებები. დივერსიფიკაციის ნიშნები რამდენად არის სახეზე? თამდევის სიკეთეები თუ ახლავს შემოსავლების ზრდის მაჩვენებლებს? რამოდენიმე ასპექტს გამოყოფდი აქ. ეს ერთი არის პირველ რიგში, ეს ზრდა მოდის, რა თქმა უნდა, უდიდესი წილი ამ ზრდის მოდის საერთაშორისო კომპანიებზე, რომლებიც აქტიურად საქართველოში შემოვიდნენ 2022 წლის შემდგომ. ეს კომპანიები ქმნიან ძირითად ბირთვს, რომელიც არის მამოძრავებელი ჩვენი IT სექტორის ექსპორტისა, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს რუკაზე გაჩნდა IT რუკაზე ბევრი ქართული კომპანიაც, ასე ვთქვათ, გაძლიერდა და მოძლიერდა ექსპორტის კუთხით. ბევრი ქართული კომპანია და ადგილობრივი კომპანია, ასე ვთქვათ, უფრო მეტი კლიენტი მოიზიდეს საერთაშორისო ბაზრიდან და ამავდროულად არ უნდა დავაკნინოთ ჩვენ ქართული სტარტაპის და ეკოსისტემის როლი აღნიშნულ გარემოებაში, გამომდინარე იქიდან, რომ მოგესალმებით, საკმაოდ
დიდი შეღავათები დაანონსდა წელს, ნულოვანი პროცენტი დაიბეკრებიან სტარტაპები და ასე შემდეგ. ესეც მე ვიმედოვნებდო იქნება ეს გვარი ბიძგი, რომ დაემატოს ამ ერთობლივ ტექნოლოგიურ ეკოსისტემას. რაც შეეხება როგორ არის ეს გადანაწილებული, რა თქმა უნდა, უდიდესი ნაწილი თბილისზე მოდის და ამ კომპანიების ოფისები და ეს ადამიანები, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობენ, თბილისში ცხოვრობენ, ასე აღნიშნავდი ბათუმს. თუმცა რეგიონების მიმართულებით არსებობს პოტენციალი. მოგეხსენებათ, რომ დაგეგმილი არის ქუთაისში IT hub-ის შექმნა, რაც კიდევ უფრო შემატებს ამ ადამიანების, ასე ვთქვათ, გადანაწილებას, იგივე იქნება ეს ქუთაისში თუ ირგვლივ არსებულ ლოკაციებზე. აქ უნდა აღნიშნოს, რომ ეს ზრდა, თქვენ აღნიშნეთ, თუ აი როგორ აისახება, თქვათ, ყოველდღიურობაზე და საქართველოს ეკონომიკაზე, ხომ? უკვე ეს სექტორი 2024 წლის მონაცემებით 6% შეადგენდა მშპ-ს. ეს საკმაოდ დიდი ზრდა არის 2022 წლიდან, როცა 1%-იც არ იყო, სულ რაღაც 2 წელიწადში 6%. ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენცია გვაქვს. და ამან იქონია საკმაოდ დიდი შედეგი და აქვე მინდა აღნიშნო, რომ ადამიანები, ვინც IT სექტორში არიან დასაქმებულები, აქვთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი არიან. ეს რომ ირიბად ასევე გადადის სხვა სექტორებზე, ხო? იმიტომ ეს ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში, ეს ადამიანები ღებულობენ ხელფ ანაზღაურებას საქართველოში და შემდგომ ამ თანხებს ხარჯავენ საქართველოში. ნაწილს ხარჯავენ საქართველოში, გასაგებია. და ეს ძენს იმ ბიზნესს, რომ ეკონომიკა თავის რა თქმა უნდა, ხა თლიანი წილი იმ ზრდის არ მოდის IT სექტორზე, თუმცა თავის შენატანს ახორციელებს ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე. კი ბატონო, მისი კონტრიბუცია არის მნიშვნელოვანი. ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული მოლოდინი აქვს, როგორც EBRD-ს, ასევე ADB-ს სულ ახლახან გახდა. ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ეს მოლოდინი, რა თქმა უნდა, არის რეალობასთან ძალიან ახლოს და ძალიან დამაიმედებელი. მე მინდა გკითხოთ უშუალოდ IT სექტორზე და თავარი რაც არის დასაწყისშიც ვახსენეთ, რომ IT-ის როლი არის მნიშვნელოვანი ამ დადებითისკენ შეცვლილ მოლოდინებში. მინდა გკითხოთ უშუალოდ IT-ის სექტორისთვის როგორ მოქმედებს, როგორც გლობალური ეკონომიკური ტენდენციები, ასევე ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციები. თქვენ ახსენეთ, რომ IT მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაში. ეკონომიკური მოცემულობა და რეალობა, რაც აქვს ქვეყანას, როგორც ადგილობრივად, ასევე გლობალური ფაქტორები უშუალოდ IT-ის წარმატებაზე როგორ აისახება. როგორც მოგეხსენებათ, იგივე რაც თქვით თქვენ ADB-ს და EBRD-ს ახსენეთ, მე მგონი, მათი პროგნოზით ეკონომიკური ზოგადი ზრდა არის ერთ-ერთი ზრდა შენიშნება საქართველოს ეკონომიკის. აქ ერთ-ერთი მომძრაობელი ძალა ამ ზრდის არის IT სექტორი და ის, რომ დღეს საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, თავის კონტრიბუცია IT სექტორს გააჩნია და საკმაოდ დიდი არის ეს კონტრიბუცია. თუ გავითვალისწინებთ იმ რაღაცა, იმიტომ რომ სულ ახალხანს გაჩნდა ეს სექტორი ჩვენს ქვეყანაში, თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ გარდა ადგილობრივი ეფექტებისა, გლობალურ ტრენდებს საკმაოდ დიდი ზეგავლენა აქვს საქართველოს IT ბაზარზე. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ბაზარი დამოკიდებული არის საერთაშორისო მომხმარებაზე და უმეტესობა ის კომპანიების, რომელიც საქართველოში ოპერირებენ, ისინი სერვისებს უწევენ საერთაშორისო მოთამაშეებს და კომპანიებს. აქედან გამომდინარე, 2024 წელიც, როცა იყო კლება, გლობალურ ბაზრებზე იყო კლება. დღეს ჩვენ ხედავთ, რომ გლობალურ ბაზრებზე IT მიმართულებით უფრო დიდი და დიდი არის მოთხოვნა და უფრო იზრდება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სხვადასხვა სექტორებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა. ეს ბაზარი იზრდება და სწორედ ეს არის ერთგვარი ეფექტი, რომელსაც ჩვენ ხედავთ უკვე საქართველოში არსებულ კომპანიებისათვის, იმიტომ რომ მათ უფრო მეტი მოთხოვნა მოდის, მათ უფრო მეტი კლიენტები ყავთ და ეს ერთობლიობაში ნიშნავს იმას, რომ
რომ იზრდება სექტორი და რა თქმა უნდა შესაბამისად იზრდება უკვე მერე ქვეყნის ეკონომიკა. და ეს ფაქტორები რა თქმა უნდა არის წინაპირობა იმისა, რომ წლევანდელი წელი პიკურ 2023 წელთან შედარებით ზრდით დასრულდება. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან საინტერესო და ამოუწურავი თემაა და კვლავ გვექნება შესაძლებლობა რომ თემა გავშალოთ ბიზნეს პარტნიორის ეთერის ფარგლებში. დაგემშვიდობებით. საქართველოს ICT ასოციაციის თავმჯდომარე თორნიკე სულაბერიძე იყო ჩვენი სტუმარი.